დარჩება თუ არა მსმენელი ცხელი შოკოლადის გარეშე ამ კითხვას შევენახვითი რამდენიმე წამში უპასუხებს. მანამდე კი გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანია ვედოფონი რადიო ცხელი შოკოლადის დაფინანსებაზე უარს ამბობს, რის გამოც რადიოდან თანამშრომლების ნაწილი დაითხოვეს. ცხელი შოკოლადიდან წასული ჟურნალისტები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ფინანსები რადიოსთვის ამ ეტაპზე ერთადერთი პრობლემა არ არის. დღეს ცნობილი გახდა, რომ რადიო ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ცხელი შოკოლადისთვის ლიცენზიის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. Media House Decom-მა დააბოლა კომუნიკაციის ეროვნული კომისია თავის ვითომ ინოვაციებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. რადიო ჰერეთის დირექტორი რამაზ სამხარაძე რადიო ცხელი შოკოლადის მფლობელ კომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და მისთვის ლიცენზიის შეჩერებას მოითხოვს. რას ნიშნავს საინფორმაციო გამოშვებას გაუშვებენ? ასეთი რადიოსადგური თბილისში არის კიდევ 30. აქ საუბარი იყო პროგრამულ მრავალფეროვნებაზე. სწორედ ამიტომ მიეცა მას უპირატესობა გამარჯვებაზე. და სწორედ ამიტომ გადაეცა ლიცენზია. გამოდის ის რომ ორ თვეში მარტიდან ვიდოფონმა შეწყვიტა მათი დაფინანსება და ფაქტია ის რომ ისინი პროგრამულ მრავალფეროვნებას ფიზიკურად ვერ განახორციელებენ. ამას უნდა სერიოზული ინვესტიცია. საქმე ეხება 2011 წლის 30 სექტემბერს რადიო ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსს, სადაც ერთი ლიცენზიისთვის ორი რადიო, ჰერეთი და ცხელი შოკოლადის წარმომადგენელი Media House Decom-ი მონაწილეობდა. კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უპირატესობა ცხელ შოკოლადს მიენიჭა. არგუმენტად კი უფრო მრავალფეროვანი პროგრამა დასახელდა. ცხელმა შოკოლადმა ამის შემდეგ სამუშაოდ ჟურნალისტები და პროდიუსერები მიიღო და ლიცენზიის გაცემიდან 5 თვის შემდეგ საცდელი მაუწყებლობას დაიწყო. თუმცა 2 თვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ რადიოს ხელმძღვანელობამ თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვა. ამის მიზეზი კი არაოფიციალური ინფორმაციით ფინანსური პრობლემები გახდა. კონკრეტულად ის, რომ რადიოს ერთ-ერთმა მსხვილმა მფლობელმა ვიდოფონმა შოკოლადის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ცხელი შოკოლადის ხელმძღვანელობა ცნობას ნაწილობრივ უარყოფს. შორინა შავერდაშვილი ამბობს, რომ რადიოში ჯერჯერობით მხოლოდ მენეჯმენტი შეიცვალა და არც ფინანსური და არც იურიდიული თვალსაზრისით ხელმძღვანელობაში ცვლილება არ ყოფილა. არ უარყოფს ინფორმაციას, რომ შესაძლოა ვიდოფონმა საკუთარი წილი გაასხუზა, თუმცა ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით მოლაპარაკების საგანია. ჩვენი პარტნიორი თვლიდა, რომ ის შეძლებდა რადიოს მართვას, ის გერმანიაში ცხოვრობს და იქ არის მისი ძირითადი საქმიანობა და ბიზნესი და შეძლებდა სანახევროდ, ასე ვთქვათ, აქ რადიოს თავიდან ბოლომდე მართვას, როგორც რედაქციის, ისე რადიოს ადმინისტრაციულ-ტექნიკური მხარის. მან ეს ვერ შეძლო და გითხრა, რომ ძალიან გაუჭირდა ესე ორ ფრონტზე მუშაობა და თქვა, რომ მას გითხრა, რომ ერჩივნა, რომ ეს ყოფილი გადმოებარებინა ჩვენზე. შესაძლოა არ გაყიდოს ჩვენმა პარტნიორმა თავისი წილი და დარჩეს წილის მფლობელად, შესაძლოა მან ჩვენ გადმოგცეს ეს წილი მართვაში. ეს ყოფილი არის მხოლოდ და მხოლოდ ჯერ მხოლოდ ჯელობის საგანი. რადიო ჰერეთის ბრალდება იმის შესახებ, რომ ცხელმა შოკოლადმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შეცდომაში შეიყვანა შორინა შავერდაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ჰერეთის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ცხელი შოკოლადი იმ პროგრამით არ ხელმძღვანელობს, რის გამოც მათ კომისიამ უპირატესობა მიენიჭა და ლიცენზიის შეჩერებასაც ამ მიზეზით ითხოვს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გარდა ჰერეთმა სასამართლოს უკვე მიმართა და პარალელურად ლიცენზიის მოპოვებას ამ გზითაც ცდილობს. სალიცენზიო მოთხოვნა არის, რომ მინიმუმ 2 პროგრამა ქონდეს, მინიმუმ, ანუ ეს აუცილებლად უნდა ქონდეს და იმის იქით თუ უფრო მრავალფეროვანი იქნება მისი სამაუწყებლობა და მით უფრო მეტი აუდიტორია ეყოლება და მით უფრო რეიტინგული იქნება. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ცხელი შოკოლადი კანონს არ არღვევს და მათთვის არათუ ლიცენზიის ჩამორთმევა, არამედ სანქციის დაწესებაც არ იგეგმება. იქამდე ვიდრე მათ ეთერში საინფორმაციო გამოშვება და თუნდაც ერთი გადაცემა ექნებათ.